ათეულობით თავისუფალ ადამიანს იბარებენ სასამართლოში, რომ რამენაირად სისტემა მათზე განახორციელოს რეპრესიები. ჩვენ კი ვიცით, რომ სასამართლო უნდა იყოს ადგილი, სადაც ადამიანები ნახავენ სამართალს, მაგრამ დღეს ყოველდღიურად სასამართლო ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას და ცდილობს შური იძიოს თავისუფალ ადამიანებზე. სისტემამ ათეულობით ადამიანი აიყვანა ტყვედ და გამოკეტა ციხეში და სასამართლომ კი შეასრულა პოლიტიკური დავალება და ყველას პატიმრობა მიუსაჯა მტკიცებულებების გარეშე. ჩვენ ადვოკატები ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ ეს ადამიანები განთავისუფლდნენ და რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ ოჯახს. მაგრამ სინდისის პატიმრების განთავისუფლება მხოლოდ შეუძლია ქართველ ხალხს და ეს ხაზი მათი თავისუფლების გადის სწორედ აქ. აი აქ რუსთაველზე. თავისუფლება რუსული რეჟიმის პოლიტიკურ ტყვეებს. ჩვენ ადვოკატები ყოველდღიურ რეჟიმში ვიცავთ აქციაზე დაკავებულების ინტერესებს, როგორც ადმინისტრაციული სისხლის სამართლის მიმართულებით. ადვოკატებს არ გვეძლევა შესაძლებლობა დავიცვათ მათი ინტერესები, რადგანაც სასამართლო არის პოლიტიზირებული და მიკერძოებული. ჩვენ ბრძოლობთ მათი უფლებების დაცვისთვის, ჭირდება მხარდაჭერა საზოგადოების, რომელიც ყოველდღიურად იგრძნობა. სოლიდარობას უცხადებთ ასევე ადვოკატები სტუდენტებს, რომელიც ყოველდღიურად იბრძვიან საქართველოს თავისუფლებისათვის და სოლიდარობას უცხადებთ რეჟიმის ტყვეებს, რომლებიც იბრძვიან ციხის კედლებიდან საქართველოს თავისუფლებისათვის.